გამარჯობა მეგობრებო და გიბრუნდებით ცხელი სიახლეებით. შეუჩერებელი PSG, მადრიდელების პოზიტიური გამოხმაურება და ტრანსფერი ლივერპულში. რა ხდება ქართველი ფეხბურთელის თავს? სასიხარულო ინფორმაცია მიქაუტაძის მომავალთან დაკავშირებით. რაბედიელის გიორგის. თქვენთან კი მაქვს ტრადიციული თხოვნა. დამიფასე შრომა და ავიდეთ 2000 მოწონებაზე. ასევე შემოვერთდით ჩვენ საფეხბურთო ოჯახს და არ დაიზარო არხის გამოწერა. მე კი ყველას მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის და მოდი დავიწყოთ. როგორც მოგეხსენებათ, ლიონი ლიგაურში დაქვეითებას გადაურჩა. ფრანგულმა კლუბმა საკმაოდ ეფექტურად იმუშავა და 175 მილიონიანი ვალის დაფარვა შეძლო. ასევე ამაში დიდი წვლილი შეიტანა PSG-მაც, რომელმაც ბარკოლა სატრანსფერო ღირებულება მთლიანად დაფარა. ხოლო მას შემდეგ, რაც ლიონი ლიგაურში დაქვეითებას გადაურჩა, კლუბის სატრანსფერო გეგმები შეიცვალა. თუ რამდენიმე დღის წინ მიქაუტაძის ტრანსფერი თითქმის გარდაუვალად მოჩანდა, ახლა ასე აღარ არის და ჟორჟი შესაძლოა რომ დარჩეს. ამასთან დაკავშირებით კი შემდეგი ინფორმაცია ვრცელდება. სატრანსფერო ფანჯრის გახსნის შემდეგ განსაკუთრებით მოთხოვნადი ჟორჟ მიქაუტაძე ლიონში რჩება. კლუბის ხელმძღვანელობას და გუნდის თავკაციც მომდევნო სეზონის გეგმებს სწორედ ქართველ ფეხბურთელზე ამყარებენ, რათა ლიონმა ევროპული დონე შეინარჩუნოს. ლიგა 1-ში ადგილის შენარჩუნებამ გულშემატკივრების აგზნობაც დაამშვიდა. თუმცა ისმის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი კითხვა, იქნება თუ არა ლიონი კონკურენტუნარიანი მომავალ სეზონში. როგორც იწერება, ბოსებს სურთ ახალი სეზონი ჯანსაღ ფინანსურ ფუნდამენტზე. სწორედ ამიტომ ამ ზაფხულს მაღალი საბაზრო ღირებულების მოთამაშეების გაყიდვას გეგმავენ, რათა თანხა კლუბის საბიუჯეტო ანგარიშებზე მოხვდეს. გასაყიდ მოთამაშეებად კი მალიქ ფოფანა და ლუკას პერი განიხილებიან, მაგრამ ბოლო დღეებში საუბრის ეპიცენტრში სხვა ფიგურა. ეს კი არის მიქაუტაძე, რომლის კონტრაქტიც 2028 წლის ზაფხულამდეა ძალაში. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ლიონს ქართველის გაყიდვით სოლიდური თანხის მიღება შეუძლია, ოლიმპიკ ლიონის ინფორმაციით კლუბი ამ ზაფხულს მიქაუტაძეს არ შეელევა. გუნდის თავკაცი პაულო ფონსეკა მიქაუტაძესთან დაკავშირებით სერიოზულად აგებს გეგმებს. მით უმეტეს, რომ მიქაუტაძემ შთამბეჭდავი სეზონი ჩაატარა. კერძოდ მან 47 მატჩში 17 გოლი და 11 საგოლე გადაცემა მიითვალა. მაგრამ ისმის ერთი კითხვა: თუ სატრანსფერო შეთავაზება იმ დონემდე აიწევს, რაც უარის თქმას გამორიცხავს, შეიცვლება თუ არა ლიონის პოზიცია? ეს ყველაფერი სწორედ მომდევნო კვირებში გამოჩნდება. ამიტომ მივყვეთ მოვლენების განვითარებას. როგორც მოგეხსენებათ, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალში კვარაცხელიას პარი სენ-ჟერმენი მადრიდის რეალს დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით გაანადგურა. მატჩი, რომელსაც ნიუ-ჯერსის შტატში მდებარე მეტლაიფ არენა მასპინძლობდა, 4-0 დასრულდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პარიზული კლუბი ფინალში ითამაშებს, სადაც მათი მეტოქე ჩელსი იქნება. ხოლო როგორც ჩანს, ფინალში დიდი ხალისი გველის კვარაცხელიას ფლანგზე. ყოველ შემთხვევაში ჩელსის ფანებს ამის ეშინიათ. ისინი კი ცდილობენ, რომ ეს ყველაფერი უმორით გადაფარონ. მას შემდეგ, რაც PSG-მ რეალი 4-0 გაანადგურა, PSG-ს მომავალი მეტოქი ჩელსის ფანებში შიში იგრძნობა, რაც მათ თამაშის მიმდინარეობისას და მისი დასრულების შემდეგ სოციალურ ქსელში გამოხატეს. მიუხედავად იმისა, რომ ხუჩას არ ჰქონდა საუკეთესო თამაში, ფანებმა კარგად შეამჩნიეს თუ რამხელა საშიშროება ელით მათ PSG-ს მარცხენა ფლანგიდან, ასე რომ ჩელსის ფანების დაცინვის სუბიექტი ლონდონელთა ფრანგი მარჯვენა მცველი malo Giusto გახდა. მათი აზრით, malo ხუჩას წინააღმდეგ ფიასკოსთვის განწირულია, რადგან Giustos ქართველი გარემარბის ტექნიკის, სისწრაფისა და მაღალი სათამაშო IQ-ს წინააღმდეგ უბრალოდ შანსი არ აქვს. Giustos გარდა კბილი რეალის ტრენტ ალექსანდარ-არნოლდსაც გაკრეს. ექს-ლივერპულელი ერთხელ ხუჩამ ძალიან დაჩაგრა ფლანგზე. გასულ შეხვედრაში კი მან მასში მცირე ტრავმის გამო გამოტოვა. ეს კაცი ყველაზე ჭკვიანია მსოფლიოში, რომელმაც ტრავმა მოიგონა, რათა ამ საღამოს მორიგი თრევა თავიდან აეცილებინა. წერენ ხუმრობი ჩელსის ფანები X-ზე. მე კი შეგახსენებთ, რომ საკლუბო მუნდიალის ფინალი 13 ივლისს ისევ ნიუ-ჯერსში, მეტლაიფ სტადიუმზე გაიმართება. ამიტომ ვინც ამ შეხვედრის ანგარიშს გამოიცნობს, ის ტრადიციულად შემდეგ ვიდეოში მოხდება. გაყიდეთ ვინისიუსი, ჩვენ კვარაცხელია გვინდა. მას შემდეგ, რაც PSG მადრიდული კლუბი გაანადგურა, მადრიდის რეალის კომაგების სოციალურ ქსელში კვარაცხელია შესახებ საინტერესო კომენტარებს წერენ. საწრაფოდ გაყიდეთ ვინისიუსი და კვარაცხელია იყიდეთ. არ გჭირდება ისეთი ფეხბურთელი, რომელიც არ შრომობს. ეს გუნდს არ გავს. იმედია ლა ლიგის დაწყებამდე ჩაბი ალონსო რამეს მოიფიქრებს. დააკვირდით მათ 7 ნომერს, უკან როგორ იბრძოდა. ეს არის ის, რაც რეალს აკლია. ძალიან ბევრი პრობლემა. კარგ გუნდთან თამაშის ახსრები არ გვაქვს. წერენ მადრიდელების სოციალურ ქსელში. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ჯეოთიმის ინფორმაციით შეხვედრის დასრულების შემდეგ კვარაცხელია მაისური კილიან მბაპეს გაუცვალა. პარიზული კლუბი კი მართლაც შეუჩერებელია და ამ დროისთვის თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ ხუჩა მსოფლიოს საუკეთესო კლუბში თამაშობს. ეს ყველაფერი კი ფეხბურთელებს რა თქმა უნდა უფასდებათ და ისინი დიდ პრემიას მიიღებენ. 2024-25 წლები პარი სენ-ჟერმენისთვის განსაკუთრებული გამოდგა. მათ პირველად მოიგეს ჩემპიონთა ლიგა და ტრებლი. ახლა კი ისინი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში არიან.
პარიზელთა მსგავსი სეზონი კი რა თქმა უნდა ქართველებისთვის განსაკუთრებულია, რადგან ამ ყველაფრის ერთ-ერთი შემოქმედი კვარაცხელია. როგორც იწერება გასული სეზონიდან დღემდე, PSG-მ ჯამურად 91 მილიონი ევრო გამოიმუშავა, ხოლო თუ გუნდი ამ ტურნირსაც მოიგებს, ეს თანხა 125 მილიონ ევრომდე ავა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ხუჭა თავისი თანაგუნდელები და შტაბის წევრები ხელმძღვანელებისგან დიდ ფულად პრემიას მიიღებენ, რაც აბსოლუტურად დამსახურებული იქნება. ახლა კი გადავიდეთ კიდევ ერთ ძალიან საინტერესო ინფორმაციაზე, რაც ხუჭასთავს გავრცელდა. ბრიტანული გამოცემა Enfield Watch-ი, რომელიც ლივერპულის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს აშუქებს, საქართველოს ნაკრების შემტევ კვარაცხელიაზე წერს. გამოცემის ინფორმაციით იმის გათვალისწინებით, რომ წითლების შემტევები დარვინ ნუნიესი და ლუის დიასი დიდი ალბათობით Enfield-ს დატოვებენ, მერსესაიდელებს აუცილებლად მოუწევთ შეტევის ხაზის გაძლიერება და ერთ-ერთ ვარიანტად კვარაცხელიას ტრანსფერი შეიძლება განიხილონ. ეს გამოცემა კი დეტალურად ჩვენ შემდეგ ინფორმაციას გვაწვდის. ბარსა და ბაიერნი ლუის დიასის დამატებას ცდილობენ და თუ ეს ტრანსფერი შედგა, წითლები PSG-დან კვარაცხელიას წაყვანაზე იფიქრებენ. ლივერპულს კოლუმბიელის გაყიდვა არ სურს, თუ კლუბის არფიან შეთავაზებას არ მიიღებს. ნაპოლიმ ხუჭა კვარაცხელია 70 მილიონ ევროთ გაყიდა და დიასის შემთხვევაშიც ლივერპული სწორედ ამ თანხის მიღებას ვარაუდობს. თუმცა კვარაცხელიასა და დიასის შედარება ცოტათი გადაჭარბებულია. როგორც ბარსასთვის, ისე ბაიერნისთვის კოლუმბიელი ნომერ პირველი სამიზნე არ ყოფილა. ისინი დიას მხოლოდ სხვა მიმართულებით განცდილი წარუმატებლობის შემდეგ მიუბრუნდნენ. ამიტომ თუ დიასი წავა, ლივერპულის ერთ-ერთი ვარიანტი სწორედ კვარაცხელია იქნება, წერს ბრიტანული გამოცემა. ხოლო რა შეიძლება ამაზე ითქვას? ერთის მხრივ ძნელად წარმოსადგენია, რომ ხუჭამ ამოკლე ხანში PSG-ს დატოვების გადაწყვეტილება მიიღოს. თუმცა მეორეს მხრივ ქართველმა ფეხბურთელმა პარიზული კლუბის რიგებში უკვე ყველაფრის მოგება შეძლო და ძალიან მალე ახალ გამოწვევებზეც უნდა იფიქროს. ლივერპული კი ხუჭას სათამაშო სტილს ძალიან მოერგებოდა. მით უმეტეს, რომ ამ კლუბში კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი, გიორგი მამარდაშვილი თამაშობს. მათი ერთ გუნდში ხილვა კი ძალიან საინტერესო იქნებოდა. ამიტომ დააფიქსირეთ თქვენი აზრით, თუ რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით. გუნდზე ითამაშეთ ან წადით. ჩაბი ალონსო რამდენიმე ფეხბურთელით უკმაყოფილოა. ოსიმენმა არჩევანი გააკეთა. ახლა ყველაფერი ნაპოლის გადასაწყვეტია. ხოლო თუ აქამდე ხარ მოსული, შეგახსენებთ, რომ ჩვენი მიზანია ავიდეთ 2000 მოწონებაზე. რის შემდეგაც ახალი ვიდეო ძალიან მალე გამოვა. დიდი ალბათობით ვიქტორ ოსიმენი ისევ გალათასარაიში ითამაშებს. ამჯერად კი როგორც თურქული კლუბის სრულფასოვანი წევრი. ფეხბურთელი სურვილია, რომ გალათასარაიში გადავიდეს, რომელთანაც პირად კონტრაქტზე შეთანხმებას უკვე კარგი ხანია მიაღწია. მისი კონტრაქტი კი ძალაში 2028 წლის ზაფხულამდე იქნება. ახლა კი ყველაფერი ნაპოლის გადასაწყვეტია. ცხადია, რომ ნეაპოლელებს ოსიმენის გაყიდვა სურთ, მაგრამ ნაპოლის ოსიმენის სანაცვლოდ მისი გამოსასყიდი თანხის მიღება სურს, რომლის საფასური 75 მილიონი ევროა. ცნობილია, რომ ნაპოლიმ გალათასარაის 60 მილიონიანი შეთავაზება უარით გაისტუმრა, მაგრამ თურქებმა შეთავაზება გააუმჯობესეს და მზად არიან, რომ 75 მილიონი გადაიხადონ, მაგრამ ამ ყველაფრის გადახდა ეტაპობრივად 5 წლის განმავლობაში სურთ. ამიტომ სწორედ ესაა გასარკვევი, დათანხმდება თუ არა ნაპოლიმ მსგავს შეთავაზებას. თავის მხრივ კი ოსიმენმა ნაპოლის ხელმძღვანელობას უკვე აცნობა თავისი სურვილი. მას ძალიან სურს, რომ რაც შეიძლება მალე გახდეს გალათასარაის ფეხბურთელი. ამიტომ შესაძლოა, რომ ეს ტრანსფერი ძალიან მალე დადასტურდეს. მადრიდის რეალში შიდა სამზარეულო არასახარბიელო მდგომარეობაშია და ჩაბი ალონსო ფეხბურთელების მიმართ უკმაყოფილებას ღიად გამოხატავს. ამის შესახებ ინფორმაციას მადრიდული მარკა ავრცელებს. საუბარია გუნდურ მუშაობაზე, რასაც ამ ეტაპზე ალონსო ვერ ხედავს და ყველაფერ მამან PSG-სთან შეხვედრაში თავი იჩინა. რის შემდეგაც სამეფო კლუბი უშანსოდ დამარცხდა. წყაროსნობით ალონსო სურს, რომ ყველა ფეხბურთელმა უპირველეს ყოვლისა გუნდზე ითამაშოს. ესპანელი სპეციალისტი უკმაყოფილოა თავდაცვითი სამუშაოებით, რაც საბოლოო შედეგში ისახება. აღსანიშნავია, რომ მარკა კონკრეტულ გვარებსაც ასახელებს და პირველ რიგში მბაპე ვინისიუსის დუეტზე მიუთითებს. ჩაბი ალონსო უკმაყოფილო დარჩა კილიანის გუნდზე მუშაობით. პრესკონფერენციაზე კი მან განაცხადა, რომ ასეთი დამოკიდებულება მიუღებელია. მიუხედავად იმისა, რომ ჩაბის სახელები არ დაუკონკრეტებია, ესპანური გამოცემა აღნიშნავს, რომ საუბარი მბაპეზე იყო. კლუბი ასევე შეშფოთებულია ვინისიუსის სათამაშო ფორმით. ხელმძღვანელებს სურთ გაიგონ, თუ რა გეგმები აქვს ფეხბურთელს და რას აპირებს უახლოეს მომავალში, რადგან მას ამჟამად ენთუზიაზმის ნაკლებობა აქვს. წყარო აღნიშნავს, რომ მადრიდელებმა ფეხბურთელებს ნათლად მიანიშნეს, რომ ვისაც გუნდზე თამაში და მუშაობა არ სურს, სატრანსფერო ფანჯარა ღია. ჩაბი ალონსოს კი კლუბის მხრიდან სრული ნდობა აქვს და როგორც ჩანს ლოს ბლანკოში ძალიან მალე დიდი ცვლილებები მოხდება. დღევანდელ ვიდეოს კი ამით დავასრულებ. მოტივაციისთვის კი თხოვნა, რომ ავიდეთ მინიმუმ 2000 მოწონებაზე. ასევე გამოიწერი არხი, რათა იყო მუდმივად საქმის კურსში. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას. მე კი მომავალი ვიდეოთი ძალიან მალე დაგიბრუნდებით.